გამარჯობა ძვირფასო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო. პირდაპირ ეთერში არის კომენტატორ რეკორდსმენის საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის თბილისის საპატიო მოქალაქის ბატონ ჯამლეთ ხუხაშვილის სახელობის საავტორო სპორტული ტელეგადაცემა, რომლის წამყვანი ვარ მე, ჟურნალისტი თენგიზ ბაჭკორია. დღეს 2025 წლის 27 მაისია. მინდა წარმოვადგინო დღევანდელი გადაცემის სტუმრები. საქართველოს საგერო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, ფეხბურთის ისტორიის მცოდნე და ფეხბურთის სტაჟიანი გულშემატკივარი ბატონი მალხაზ კაკაბაძე, დიდი მადლობა ბატონო მალხაზ, რომ მობრძანდით და როცა უკვე გადავცემ სიტყვას, უფრო ფრთხილად წარმოვადგენ და ვიტყვი იმ მიზეზად, რატომ მოვიწივეთ დღეს მაინც და მაინც ბატონი მალხაზი. ჩვენი გადაცემის მეორე სტუმარი არის საქართველოს კენდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ბატონი გიორგი ლეკაშვილი, რომელიც ამას წინათ იმყოფებოდა საერთაშორისო ფორუმზე იაპონიაში, ტოკიოში, აქვს ბევრი საინტერესო სიახლე და ზუსტად ამიტომ მოვიწვიეთ ბატონი გიორგი. სანამ გადავცემდი სიტყვას ბატონ მალხაზ კაკაბაძეს, კიდევ ერთხელ მინდა გავამახვილო ყურადღება საქართველოს მინიფეხბურთში ეროვნული ნაკრების წარმატებულ გამოსვლაზე მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც მიმდინარეობს ბაქოში, ჯგუფში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პირველ მატჩში ანგარიშით 2-0 დაამარცხა არაბთა გაერთიანებული საემიროების ნაკრები. მეორე მატჩში გაანადგურა არგენტინის ეროვნული ნაკრები ანგარიშით 6-1, ამას ქვია განადგურება დიდი ანგარიშით. ზუსტად ამ მეორე მატჩის კადრებს თქვენ ახლა ხედავთ, ძვირფასო ტელემაყურებელ რადიო მსმენელებო. ეს ვიდეო მასალა ავიღე საქართველოს მინიფეხბურთის ასოციაციის გვერდიდან. საქართველოს ნაკრებმა ანგარიშით 6-1 დაამარცხა არგენტინის ნაკრები. მინდა გითხრათ, რომ პირველივე წუთებში შოკი იყო არგენტინისთვის, მესამე წუთისთვის ვიგებდით 2-0, მერე 3-0 გახდა, შემდეგ არგენტინა მოახერხა ერთი ბურთის გატანა და 3-1, მეორე ტაიმში გავაძლიერეთ შეტევები და ანგარიშით 6-1 გავანადგურეთ ეს ნაკრები და არგენტინელები იმდენად გაბრაზდნენ ბოლოს არ ელოდებოდნენ ასეთ შედეგს და ბოლო 3-4 წუთი აშკარა უხეშობაზე გადავიდა რამდენიმე არგენტინელი ფეხბურთელი და ჩვენ გვეშინოდა რამე სერიოზული ტრავმები რომ არ მიიღო ჩვენ ბიჭებს. მესამე მატჩი, რომელიც გაიმართა 26 მაისს საღამოს, საქართველოს ნაკრებმა ანგარიშით 2-2 დაამთავრა შეხვედრა ჩეხეთის ეროვნულ ნაკრებთან. ჩეხეთმაც ჯგუფში ორივე მატჩი მოიგო საემიროების და არგენტინის ნაკრებთან, მაგრამ საემიროებს უფრო დიდი ანგარიშით მოიგო და ჩვენ გვაწყობდა მარტო გამარჯვება. სამწუხაროდ 2-0 რომ ვიგებდით 28 მაისის მატჩი, მეორე ტაიმის ბოლოს ჩეხეთის ნაკრებმა მოახერხა 2 ბურთის გატანა და ანგარიში 2-2 დამთავრდა შეხვედრა. მიუხედავად ამისა, ჩვენი ნაკრები გავიდა შემდეგ ეტაპზე, მერვედ ფინალში, ბოდიში, მერვედ ფინალში და 28 მაისს, 4 შაბათს საღამოს, 28 მაისს 4 შაბათს საღამოს საქართველოს ეროვნული ნაკრები შეხვდება მერვედფინალურ მატჩში, შეხვდება ჩვენი ნაკრების მეტოქე იქნება სერბეთის უძლიერესი გუნდი. სარგებლობს შემთხვევით ხედავთ ჩვენ ნაკრების ფეხბურთელებს და მივმართავ ბაქოში, მთლიანად აზერბაიჯანში მცხოვრებ ქართველებს, თანამემულებს, ვინც იქ ცხოვრობს, მუშაობს, ძალიან გთხოვთ გამონახეთ დრო და საშუალება და 28 მაისს 4 შაბათს საღამოს მობრძანდით იმ სტადიონზე, იმ არენაზე, სადაც ტარდება მსოფლიო ჩემპიონატი ბაქოში, თქვენ შეგიძლიათ დაგუგლოთ, ან საქართველოს მინიფეხბურთის ასოციაციის გვერდზე შეხვიდეთ და უქომაგეთ საქართველოს ნაკრებს, ჩვენ ბიჭებს ძალიან სჭირდება მხარდაჭერა. როგორც მე ვიცი, მგონი საღამოს 10 საათზე ეს თამაში ბოლო მატჩია მერვედფინალების და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ბაქოში მოქმედი საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის საქართველოს საელჩოს თანამშრომლებიც მოახერხებენ მოსვლას და ჩვენი დიასპორის აქტიური ნაწილი ბაქოში ვინ ცხოვრობს, უქომაგებენ საქართველოს
ეროვნულ ნაკრებს მინი ფეხბურთში. ეს იქნება ძალიან დიდი მხარდაჭერა ნაკრებისთვის. სერბეთი ძალიან ძლიერი გუნდია, მაგრამ უნდა ვიბრძოლოთ იმისათვის, რომ გავიდეთ მეოთხედფინალში. ახლა კი სიტყვა მინდა გადავცე ფეხბურთის ისტორიის შესანიშნავ ცოდნეს, ფეხბურთის სტაჟიან გულშემატკივრას ბატონ მალხაზ კაკაბაძეს, რომელიც მთელი ცხოვრება მისი სამსახურის შემდეგ თავარი მისი ხობი ვერ იტყვე, მაგრამ ძალიან დიდი ეს იყო მისი ცხოვრების შემადგენელი ნაწილი, ეს არის ქართული სპორტის, კერძოდ ფეხბურთის გულშემატკივრობა, მხარდაჭერა 80-იან წლებში როცა მუშაობდა სხვადასხვა სახელმწიფო ორგანიზაციებში, 90-იან წლებში 1990 წლიდან 98 წლამდე ბატონი მალხაზი იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე. 98 წლიდან 2000 წლამდე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუსეთში. 2000 წლიდან 2004 წლამდე საქართველოს საგანგებო და განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრი. ეს ახლა ესეთი სამინისტრო არ არის, იქ სხვა ფორმით არსებობდა მერე, მაგრამ 2000 წლიდან 2020 წლამდე საქართველოს განსაკუთრების საქმეთა მინისტრი. 2006 წლიდან 2009 წლამდე მუშაობდა საქართველოს საელჩოში შვეიცარიაში ელჩის, ჩვენი ელჩის თანაშემწედ და 2016 წლიდან 2021 წლამდე იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი შვედეთში. სხვადასხვა პერიოდებში კიდევ სხვადასხვა სამსახურში იყო და სულ იყო ჩართული ფეხბურთში და ერთი ვიცი ზუსტად როცა მუშაობდი თქვენ ბატონ მალხაზ ამით მინდა დავიწყო შვეიცარიაში ჩვენ საელჩოში თქვენ გიწევდათ UEFA-ს და FIFA-ს ღონისძიებებზე, კონგრესებზე დასწრება, რატომ? როგორ ხდებოდა ეს? თბილისის დინამოს სახელით. ამით დავიწყო და მე კიდევ მაგ შეკითხებით თუ შეიძლება. და იქ ამ UEFA-ს კონგრესებზე ბატონო მალხაზი თქვენ ხართ შენახვედრე მიშელ პლატინისთან, ფრანც ბოდიში კალხაის რუმენიგესთან, ბრაიტნერთან, ლეგენდარულ ფეხბურთელებთან თუ შეიძლება. დიდი მადლობა. ერთი მინდა მაინც პატარა კორექტივი შევიტანო ახლა. ფეხბურთი იმდენად პოპულარულია, რომ ჩემზე ბევრად უკეთესი ისტორიები ყავს ფეხბურთს. ახლა რა თქმა უნდა, მე როგორც რიგითი ქართველი ჩვეულებრივი მოქალაქე, რა თქმა უნდა, გულშემატკივრობდი, მაგრამ მცოდნეები ბევრად მეტი არის და ჩემზე მეტი იციან, მაგრამ ყველა შემთხვევაში კიდე დავიწყებ იმით, რითაც მინდა რომ საზოგადოებას ვამცრო. ფეხბურთი არის ერთ-ერთი კი არა, ყველაზე პოპულარული. ახლა იცით, ჩვენ წინა შეხვედრაზე ქონდა საუბარი წინა ოლიმპიადასთან დაკავშირებით. ახლა ამ ოლიმპიადაზე საერთოდ რაღაცა ესეთი ნაბიჯი გადავდგეთ ჩვენ. ფანტასტიკური რომ 24-ში პარიზში. დიახ. როცა ქართული სპორტი ფანტასტიკური შედეგი. ხო, ეს იყო წარმოუდგენელი. მე თვითონ ამჯეროდა სხვათა შორის რომ უყურებდი. კიდე იცით თქვენ რამდენიმე მედალი, რომელიც შესაძლებელი იყო, მაგრამ რამდენიმე მიზეზების გამო და მე სხვათა შორის დაამტკიცა კიდევაც ერთ-ერთმა, რომ ის იმსახურებდა მაშინ იმ მედალს. მაგრამ კარგით, ეს ისტორიით ცხოვრება არ შეიძლება, ახლა რა თქმა უნდა, დასკვნები უნდა გავაკეთოთ, ეს სხვათა შორის კონფლიქტშიც მე ჩემ აფხაზ პარტნიორებს ვეუბნებოდი, რომ რაღაც პერიოდი უნდა რაღაცაზე გამოსავალი. სხვათა შორის ახლა ფეხბურთზე ვლაპარაკობთ. ერთი რაც მინდა, რომ ფეხბურთი მართლაც უმნიშვნელოვანესი მოვლენა არის. წინა შეხვედრაზეც გავიხსენე და კიდე ერთხელ გავიმეორებ, რომ აი ჩემი ბავშვობიდან მოყოლებული, როცა მე უკვე დავიწყე, მეტნაკლებად გულშემატკივრობა ამ სპორტის, ისიც კი მინდა გითხრათ, რომ გახსოვთ თქვენ 64 წელში როგორ იყო. იქ ჩვენ მივდიოდით ნაბიჯ ჩემპიონი, საბჭოთა ჩემპიონი გახდა 64 მოსკოვის ტორპედოსთან ერთად და მოსკოვის ტორპედოს ჰქონდა კიევის დინამოსთან შეხვედრა. ჩემპიონატის ბოლოს, ხო. დაინიშნა პენალი კიევის დინამოს კარში. იყო ესეთი მეკარე ვიქტორ ბანიკოვი. კი, ძალიან მაგარი მეკარე იყო კიევის. 11 მეტრიანი და რითაც თქვა ტორპედომ ვერ გაიმარჯვა. მას რო გაემარჯვა, ის ჩვენ ქულით გვისრებდა და მას გადათამაშება ტაშკენტში არ იქნებოდა. მახსოვს მაშინ სკოლაში ვიყავი, კავსაძის და ჭავჭავაძის კუთხეში იყო ფოსტა.
პოსტის განყოფილება და წავედი და დეპეშა გაუგზავნე. ახლა მარტო ბავშვებს ვის გაუგზავნეთ? ბანიკოს. ბანიკოს ერთი სიტყვით, დიდი მადლობა. კიევში გაუგზავნეთ დეპეშა, მაგარი მეკარე იყო საკავშირის ნაკრებში თამაშობდა. კი, და ნუ ახლა ჩვენთვის ძალიან ესეთი მაგარი საქმე. პატრიოტული ნაბიჯად იქნა აღქმული და ახლა რატო გავიხსენე? აი ეს დეპეშის ამბავი არ ვიცოდი ბატონო. ხო, ეგ მეც ახლა გამახსენდა შორის. ალბათ გაუკივრდებოდა ვინ არის ეს კაცი. არა, ბევრი იქ ბევრი გაკვირება იქნება, იმიტომ რომ უზარმაზარი რაოდენობა ახლა მაშინ ხო იცით, არც მობილური იყო, არც ინტერნეტი, არც დეპეშა მეორე დღეს მიიღებდა ეს კი. ხო, ნუ საერთოდ 3 საათში მივიდიოდა. მაშინ სასტრაფო იყო 3 საათში, მაგრამ ჩვეულებრივ. ნუ ყველა შემთხვევაში აი მე ამით მინდა განწყობა ახლა, ნუ რა მე-6 კლასში ვიყავი. მე-6 კლასში იყო და დეპეშა რო გავუგზავნე. ხო და ახლა ჩემისთანა ბავშვი იქ იყო ალბათ 1000-ობით და 100-ობით ვიცი. და საერთოდ მაშინ ეგ ცალკე თემა მე თუ გვექნება საშუალება მახსოვს მაშინ ყველა მიიღო მონაწილეობა ჩემპიონატში მაქსიმალურად ქართული ბიზნესი მაშინდელი ჩემ დაუნებურად აღმოჩნდი რამოდენიმე ესეთი შემთხვევის მოწვე ძალიან დაუდგა მაშინ თბილისის დინამოს ყველანაირად ნუ მე სიტყვა ბიზნესი არ იყო მაგრამ იქ ნუ რაც იყო ცეხავიკებს ერქვათ ხო ნუ ფრთხილად იმიტომ გითხარით აი მაშინდელი იმის ცნობილი გვარებოდნენ სხვადასხვა ყველანაირად ხელფასები და პრემიები არ იყო აი იყო სხვა ხარჯების გზავრობის პერიოდში და ასე შემდეგ ხო ხო გეუბნებით ამის უფრო მეტი მცოდნე დემიკოლოლოძია და შეგიძლიათ მას კითხოთ ახლა ძალიან შორს წახვედით ბატონო ხთა მაინც დაუბრუნდეთ, კაი, თუ 2006-9 წლის კონგრესებზე მე ვილაპარაკობ, მაშინ მე ვიცი რომ კარგად იცნობდით, მეგობრობდით სერგო კუტივაძესთან. წარმატებულ ქართველ ფეხბურთელთან, ქუთაისის ტორპედო, თბილისის დინამოს, საკავშირის ნაკრებშიც იყო და მე იყო მწვრთნელი 70-იანი წლების ნოდარ ახალკაცის თამაშებზე იყო იმ დიდი გუნდის, ოქროს გუნდის პერიოდში. მანდ მივდიოდი, ესე იგი, ზეიმი იყო ეს, იყო 1964 წლის 18 ნოემბერი. დიახ. ნუ ცოტა პოლიტიკურ კომპონენტსაც ვეცდები შევავიტანო. ეს არის ის პერიოდი, როცა ხრუშჩოვი გადააყენეს. ოქტომბერში. მე ვთვლი, რომ ამ გადაყენებანმაც ცოტა შეუწყო ხელი ამათ. რომ არ იყო წნეხი პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან. შეიძლება პირიქითაც რომ როგორმე, იმიტომ რომ ახლა იცით თქვენ ახლა მე იმიტომ ვახსენე, ჩემზე უკეთესი ისტორიკოსები არიან ახლა ირაკლი რუხაძე არის იმერიკელსაძის მეგობარი, რომელმაც ზეპირათისის მთელი ეს ისტორია, როცა რამოდენიმეჯერ ჩვენ ჩემპიონობა წაგვართვეს 1953 ფაქტიურად გახდით და მე გადათამაშება მოაწყეს მოგებული მატჩის შემდეგ. ნუ ბევრი ყოფილა ესეთი მომენტები. იმ დროს ხრუშჩოვი იყო 53 წლის შემოდგომა იყო და პირდაპირ მტკიცებულება არ არსებობს რომ მან უბრძანა, მაგრამ ასეთი ინფორმაცია კულისებიდან გამორიცხული არ არის. და შემდეგი ეს არის ზუსტად 91 წლის გუნდი. 13 მაისი და გუნდი და აი ამასთან დაკავშირებით მე მყავს ერთი ესეთი მეგობარი ოჯახი ეს არის საშა და სვეტა ბიბილაშვილების ოჯახი, ნუ სვეტა მე გათხოვდა ჩვენ მეგობარზე ბიძინა წვიტო ჟღარტავაზე და საშას დაბადების დღე არის 1 იანვარს. ესე იგი 91 წლის 1 იანვარს ხდება ეს ყველაფერი. საშას ოჯახში 91 წლის. 91 წლის 1 იანვარს და საშა და სერგო ქუთაისიდან როგორ გითხრათ ახლა ქართულად ძუძუმტეები იყვნენ. კუტივაძე სერგო და საშა. ნუ ბუნებრივად ახლა ეს მეგობრობდით. მეგობრობა და ძმობა და უფრო მეტიც არის ეს ფენომენი საქართველოს განსაკუთრებით იმ დროისთვის. და ამ 1 იანვარს ჩვენ ერთად ხვდებოდით ხოლმე ამ დაბადების დღის აღსანიშნავად. მათ შორის 91-ში. 91 მაქვს ხედალობაში და ნუ იცით ცოტა რომ ქართულად რომ ცოტა რომ მოვეშვით, ცოტა ეთყობა ნუ რა იყო სალაპარაკო თემა? პირველი სალაპარაკო თემა იყო ფეხბურთი და მით უმეტეს ახლა როცა სერგო კუტივაძე ყავს და გუნდი გადასულია მეოთხე ფინალში ვესტჰემთან უკვე სერგო იძახის რომ ამ წელს ჩვენ თასს ვიღებთ ევროპის თასს აი ესე თქვა პირდაპირ в этом году мы кубок берем ხო ის რუსულად უყვარდა საუბარი რუსული სკოლა ქონდა დამთავრებული მაგრამ ნუ ეს კი არა აქვს მნიშვნელობა ხო და აი ეს ნუ ახლა რა თქმა უნდა გავაგზავნეთ საუბარი მითხრა პირდაპირ რომ ჩვენო ნოდარ ახალგაზრდასთან ერთად დავჯექითო, გამოვითვალეთ და ჩვენ გვაქვს შანსი რომ ეს თასი ავიღოთ და რეალურად მართლაც ესე აღმოჩნდა. მეოთხე ფინალში ვესტჰემ იუნაიტედი ინგლისის გუნდი მოუგით 4-1 აქ 0-1 ჯამურად გავედით. ნახევარფინალში ჰოლანდიის
ფეინორდი გავანადგა 3-0. ნუ იქ კიდე უბედურება იყო. პენალტები, საჯობა, სასტაული უბედურება, არ ჩათვლილი გოლები. დამჩა შავად აი ეს ვიორერი. ხო, მსაჯი. ულოშებიანი ავსტრიელი მსაჯი, რომელიც რა გითხრათ, რა მაშინ პირველად ვიგზენი თავი, რომ ხარ შეურაცხყოფილი და ვერაფერს ვერ შვები და რამდენიმე გოლი გავიტანეთ პენალტი. კი, რამოს შენგელიამ გაიტანა 11 მეტრიანი ჩვენ არ მოგწონს, აქეთ პირიქით დანიშნა და ბოლოს არ ვიცი რა იმოქმედა, ბოლოს დაამთავრა. კი. თუ გახსოვთ თქვენ, თუ არ ვწდები ხიზანიშვილი იყო თუ ვინ იყო ბოლოს კინაღამ ისეთი ჭხუბი მოხდა იქა და რომ მიხვდა ეს ალბათ ახლა დაამთავრა და მე არ დაგიმალავთ იქ ცოტა მაყურებელიც ცუდად მოიქცა იქ ხო ჩვენი ნაციონალური მაყურებელთა ნაწილი ხო ესე იგი 91 წლის 1 იანვარს თბილისის დინამოს თავარიზნელის ნოდარ ახალკაცის თანაშემ მეორე წნელმა ფაქტიურად სერგო პუტივაძემ თქვენ სუფრაზე გითხრა რომ ჩვენ ვიანგარიშეთ ნახეთ დავთვალეთ გავაკეთეთ ანალიზი და ჩვენ უნდა მოვიგოთ თასი ხო რომ სავარაუდო ეს თქვენ დაიჯერეთ ეს არა ხო რომ ამდენს მოახერხებერ ნუ პირველ ეტაპზე ვიფიქრე რომ ნუ ალბათ ხო იცით ახლა ქართველი ხართ ან ახლა ნუ საერთოდ ჩვენ ხანდახან გვაქვს გარკვეული თქვათ ოპტიმიზმის გადაჭარბებული ნუ არ არის ცუდი ეგ თვისება სხვათა შორის არ შეიძლება რომ არ გჯეროდეს რამის და იმისკენ იბრძოდე ასე რომ პირიქით კარგი იყო უბრალოდ ჩინაგანად მაინც პატარა ის ჰქონდა და ნელ-ნელა ეს ეჭვები ნელ-ნელა მერე რომ დავამარცხეთ იქ ლონდონში ვესტჰემ იუნაიტედი ვესტჰემი ის ჩივაძეს და მთელი გუნდის მერე ფეინორდი მერე უკვე გახსენდებოდათ ხო ეს უბრალოდ ეს სიტყვები სერგოს ასე რომ აი ესეთი ეს ძალიან საინტერესოა ბატონო ხას მე ეს სიმართლე რომ გითხრა ბატონ სერგოს კარგად ვიცნობდი და ხსოვნა არ დავიწყება მას და ვინც წავიდა იმ გუნდიდან რამდენიმე ფეხბურთელი არ არის ძნელთა შტაბი ექიმი მასაჟისტი ასე შემდეგ ვინც წავიდა ყველასი ხსოვნა არ დავიწყება იყოს და ვინც არის ცოცხალი მათი დიდხანს ცხოვრება ახლა მინდა კითხოთ აი დაუბრუნდეთ როცა იყავით საქართველოს საელჩოს თანამშრომელი შვეიცარიაში აი როგორ მოხდა თქვენი შეხვედრები UEFA-ს კონგრესებზე პლატინისთან აქეთ მოვიდნენ დინამო ალბათ ვერ აგზავნიდა თავის წარმომადგენლს რაღაც მიზეზების გამო და თქვენ გაძლევდათ უფლებამოსილებას რომ დაესწროთ კონგრესს თუ როგორ იყო ეს იცით პირველი შეხვედრაზე მე და ბატონი ლევან მიქელაძე მაშინდელი ჩვენი ელჩი და მუდმივი წარმომადგენელი გაეროს ჟენევის ოფისში მაშინ ბუბა ტყავაძე და მისი კოლეგა ჩამოვიდნენ და ჩვენ წავყევით უბრალოდ და კი უბრალოდ დაესწრა ხო მერე როდესაც ისინი ვერ ახერხებდნენ ზოგჯერ ხდება ამ წუნებას გვიგზავნიდნენ ახლა ლევანი სულ ვერ ახერხებდა და რეალურად მე მიხდებოდა ხოლმე წასვლა და დინამოს სახელი თქვა დასწრებამ ღონისძიებებზე სხვადასხვა კენჭისხრა კონგრესი რაღაცები რამოდენიმეჯერ კენჭისხრაზე ერთხელ ბარსელონაშიც კი მაშინ შეიქმნა ევროპის ასოციაცია ფეხბურთელთა და ის დაფუძდა. რუმინიგე იყო სხვათა შორის. კარლ-ჰაინც რუმინიგე, ლეგენდარული გერმანელი ფეხბურთელი. ახლა პლატინი ერთხელ ფოიეში ვიდე, ახლა პლატინი ძალიან თავისუფალი ადამიანი იყო. დაინახა თქვენ კერძზე ალბათ დინამო თბილისს. დინამოს და მოვიდა და მითხრა რომ დინამო ეს იყო უდიდესი კლუბია. პლატინი პლატინის თავის ინგლისური პრეზიდენტი იყო უკვე. კი, UEFA-ს პრეზიდენტი. დინამო თბილისის დინამო იყო უდიდესი. უდიდესი რო შეხედა თვითონ მითხრა. მე არ მიკითხი არაფერი, ხო არ გითხავდი ახლა როგორი კლუბი იყო მითხრა, თვითონ მითხრა და მე საღამოს მოხვდით ოფიციალურ სადილზე რუმინიგესთან ერთად. კარლ-ჰაინც რუმინიგე. და რუმინიგემ რო დაინახა ისევე, ახლა ერთი 10 კაცი ვიჯექი და აუმარჩია მე ახლა არა მე, მაგრამ არამედ იმიტომ რომ მე ქართულ ფეხბურთს წარმოადგენდი იქში და კითხა როგორ არის ქართული ფეხბურთის საქმე, თქვენო ძალიან ძლიერი გუნდი ყავთო, ძალიანძლიერად არის და ვიციო ეს მაშინ და ნუ რა თქმა უნდა ჩემთვის ასეამონო იყო, ნუ ახლა მაშინ ეს არის 2007-2008 წლები და რა თქმა უნდა საქართველოს ჩემპიონატი თქვენ არ შეახსენეთ რომ 91-ში სამეფო ტურნირზე მადრიდში 2-1 მოუგეთ პირველი ტაიმი ბავარიას, მიუნხენის ბავარიას ორივე გოლი შენგელიამ გაიტანა, გუცაევმა ფანტასტიკურად ითამაშა გუნდმაც და გუნდი წავიდა გაბრაზდნენ საჯზე და მე დაბრუნდნენ, ვითომ დაბრუნდნენ, მაგრამ დამაჩი დამთავრდა 2-1. ჩვენ მაშინ ის კარაველა ის მოვიგეთ. არა, კარაველა მანამდე იყო. მანამდე 73. ხო, მე მახსოვს. ეს 91 ის ტურნირია, როცა პირველ მატჩში ჩვენ უგებდით მადრიდის რეალს
2-1 და მანამდე მე-10 წუთზე დათოყიფიანი მოტეხეს ძალიან მძიმედ ანხელმა ეგ გამახსენდა დიახ და მე 2-1 უგებდით ორივე შენგელიამ გაიტანა საუკეთესო ბომბარდირი გახდა გუცაევი საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს რეალი თამაშობდა ბავარია 67 ჰოლანდიის ჩემპიონი იმ დროინდელი და თბილისის დინამო ჰოლანდიის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი იყო იმ დროს და 2-4 წავაგეთ რეალთან, რომ ყეფიანი დაამტრიეს და ამდენიმე თვით და მე ბავარიას მოუგეთ. და ბავარია გაბრაზდა როგორ პირველი ტაიმის შემდეგ ვითომ საჯებმა არაფერი იქ არ იყო ისეთი, როგორც ამბობენ და უბრალოდ ვერ აიტანეს რომ ხო და ესე იგი კარლ ხაინს რუმინიგემ და პლატინიმ და ბრაიტნერიც ისე ბევრი იყო იქ, ვინცაც ну აი ესეთ ქართული ფეხბურთი გამოკვეთილად ახსოვდა. გამოკვეთილად ახლა ბევრი მე-20 საუკუნის თაობის ფეხბურთელი. რა თქმა უნდა, დინამო თბილისი. დინამო თბილისი იყო, ну მაშინ დინამო თბილისი იყო პრაქტიკულად, ну რეალურად ახლა საქართველოს ნაკრები იყო დინამო თბილისი, იმიტომ რომ ну ქუთაისის ტორპედო და ისიც მუშაობდა, ну ხეშად რო ვთქვა, თავისი მოთამაშეებით დინამო თბილისი. გარკვეულ პერიოდში. დიახ. ახლა ბატონო მახას მინდა გავაგრძელო საუბარი ოღონდ სხვა კუთხით. დღეს ოფიციალურად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ გამოაცხადა საქართველოს ეროვნული ნაკრების, საფეხბურთო ეროვნული ნაკრების შემადგენლობა, რომელიც მოემზადება 5 ივნისის მატჩისთვის ფარერებთან თბილისში და 8 ივნისის მატჩისთვის ქუთაისში კაბო-ვერდესთან. ეს ორი სპარინგ მატჩია, ოფიციალური მატჩი არ არის, მაგრამ ამ შემადგენლობაში პირველად ეროვნულ ნაკრებში მოიწვიეს გიორგი გაგუა. გიორგი გაგუა ის გიორგი გაგუა, რომელიც 2023 წლის ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც თბილისში საქართველოში ჩატარდა, ერთ-ერთი ქვეყანა იყო საქართველო, პირველ მატჩში პორტუგალიასთან, ხო, პორტუგალიასთან მან შემოაბრუნა ეს თამაში, ისი უძლიერესი ფანტასტიკური გოლით შემოაბრუნა და ფრედ დამთავრდა, ხო ეს პორტუგალია? არა, 2-0 მოვიდა. 2-0 ბოდიში, ხო, მეორე საზონო მაგაიტანა. დიახ, დიახ. და პირველი გოლი იყო ეს. პირველი გოლი იყო საერთოდ ჩემპიონატში და ნაკრებისთვის და გიორგი გაგუა პირველად მოიწვიეს ეროვნულ ნაკრებში. გიორგი თამაშობდა საქართველოს თბილისის დინამოში, სხვადასხვა აკადემიაში, დიახ, აკადემიაში. გუბაზდოლიზესთან თამაშობდა. მერანში იყო ხომ მგონი, მერანში, მერე ესპანეთში იყო და ახლა ბოლოს ესპანეთში, ბოლოს სეზონი თამაშობს ხორვატიის კლუბ ისტრაში. ახლა მინდა გთხოვოთ, ჩართოთ ის პატარა ფრაგმენტი ერთწუთიანი თავისი ხმით, როგორი პასები და როგორ გოლები გაქონდა ეს ბოლო თვეების ფრაგმენტებია. გთხოვთ, თუ შეიძლება გიორგი гагуას голеби. Prošao je lakoćom prvu prepreku i drugu je prošao Valinčić. Valinčić, oštro i pogodak. 1-0 vodi Istra. Strelac je Gagua. Luduju demoni, gosti imaju prednost od 38. minute. Baš kad smo isticali da nisu bili opasni, Valinčić je odlučio napraviti jedan sjajan slalom i oštro zavrnuti na bližu vratnicu. Treći ovosezonski pogodak Gruzica Gague koji se našao na pravome mjestu u pravome trenutku. 0-1 prednost zeleno-žutih. Prilika za peti. Čalušić. Jovu odlazi naprijed poput krila. Dobra lopta. Gagua puca i peti pogodak. 102. minuta. Strijelac je ამ საფეხბურთო კომენტატორის სიტყვის თარგმანი ალბათ არ არის საჭირო, საფეხბურთო ტერმინოლოგია ახთომანებული იყო ხორვატი კომენტატორი გაგუას გოლებით. ეს იყო მისი გუნდის ხორვატიაში თამაშობს კიდევ ერთხელ გიორგი გაგუა ისტრას გუნდში და კიდევ არის ბევრი შეგიძლიათ დაგუგლოთ მეგობრებო. ჩვენ გვახსოვს გიორგი გაგუას ფანტასტიკური თამაში ახალგაზრდულ ნაკრებში 2022-23 წლებში, მათ შორის ევროპის ჩემპიონატზე, ის გადამწყვეტი პირველი ორთაბრძოლაში, სერიოზულ ბრძოლაში პორტუგალიასთან, მერე ჩვენ ნაკრებმა საერთოდ ძალიან გაგვახარა ახალგაზრდულ ნაკრებმა 23 წელს გავედით ჯგუფიდან, გავედით მეოთხედფინალში და პენალტების სერიით ისრაელთან ბოლოს წავაგეთ და თორემ ვიქნებოდით ნახევარფინალში და ალბათ მერე
ეს უკვე ფაქტიურად ნიშნავდა ოლიმპიადაზე გასვლას, მაგრამ ასე მოხდა. გახსოვთ ჩვენი შეხვედრა ისრაელის საერთოდ რთული გუნდია. კი. ესეთ მოულოდნელ რაღაცებს და ამიტომ სულ მქონდა რომ პენლებამდე არ მივიდეს, ხო. გამწუხაროდ. ეს ხდება. მიანში ვიყავით ჩვენ ზუსტად ბოლო თამაში ოთარ გაგაბაძე იყო. დიახ, ეს თქვენ იხსენებთ 2014 წლის მატჩს, U19-ის მატჩს ნიონში ისრაელთან რომ წავაგეთ ბოლოს, ხო. ახლა ის იყო ჭაბუკთა ნაკრები. რაც შეეხება გიორგი გაგუას, ახლა რა კავშირშია ბატონ მალხასთან? ბატონი მალხაზი, გიორგი, ესე იგი გიორგი გაგუ არის თქვენი ძმის შვილიშვილი. დიახ. და ყველაფერი იცით მის საფეხბურთო გზაზე 2 წლის წინ იმ ჩემპიონატის შემდეგ ჩვენ ყავდა სტუმრად თქვენი მხარდახმარებით მოახერხეთ გიორგი გაგუას მოყვანა ამ გადაცემაში ამ ფორმატში 23 წლის ივლისი იყო იმ ჩემპიონატის შემდეგ ახლა უკვე იმყოფება საქართველოში და რამდენიმე დღეში დაიწყება ჩვენი ნაკრების 30-ში თუ 31-ში დაიწყება ჩვენი ნაკრების მზადება, კონკრეტული შეკრება ამ 5 ივნისის მატჩისთვის და 8 ივნისის მატჩისთვის. ახლა საიდუმლო ინფორმაციას არ თხოვთ ბატონ მალხაზ, მაგრამ თქვენ ხომ მისი ბავშვობიდან ყველაფერს ადევნეთ თვალყურს. და თქვენ როგორ ფიქრობთ ახლა არა როგორც ნათესავი, მაგრამ ის შესაბამისი პოტენციალი აქვს, რასაკვირველი დიდი მნიშვნელობა აქვს, რომელ გუნდში თამაშობს, ხო? ახლა ალბათ მოვადრო, როცა უფრო ძლიერ გუნდში გადავა, ხორვატიიდან უფრო ძლიერ გუნდში. ახლა ეს თქვენ მოსალოდნელი იყო თქვენთვის აი შინაგანად რომ მე მახსოვს რომ 1 წლის უკან გაფართოებულ სიაში იყო. და მე იქ რამდენიმე კაცი რჩება, მაგრამ ახლა უკვე არის შემადგენლობაში. რომის შეკრებას. ახლა ისიც ცოტა შორიდან მინდა წავიდე, იცით რახან თქვენ მკითხეთ თქვათ. დიახ. გიორგი გაგუას თქვათ ფეხბურთელობის ფენომენზე არ დაგივალავთ და ჩვენი მხრიდან არა, მაგრამ მისი მამის ოთო გაგუას მხრიდან ოთოს მამა გია და ბიძა ზურა გაგუა ფეხბურთს თამაშობდა და მე ვინც ვნახე სამწუხაროდ არც ერთი ცოცხალი აღარ არის მე ვინც ვნახე ყველა ერთხმად იძახის რომ ესენი გამორჩეული ფეხბურთელები იყვნენ მათ გიორგის დიდი ბაბუა რიჩო გაგუა იყო სპორტული ჟურნალისტი სხვათა შორის მათი შვილები იყვნენ ეს გია და ზურა და ასე რომ მას ტრადიცია აქვს გენეტიკურადაც არის და ოჯახში ის ფილოსოფია ოჯახის ცხოვრების შემადგენელი ნაწილი. ეთყობა რაღაცა სისხლში აქვს. ახლა ის და პლუს ფილოსოფია. მე მამამ ძალიან მოინდომა, ოთომ ძალიან მოინდომა, რომ ის ფეხბურთელად ჩამოყალიბებული იყო, ძალიან შეუწყო ხელი. ნუ რა თქმა უნდა, ამ ხრივ ჩვენ ყველა ვეხმარებოდით, მაგრამ ნუ მისი როლი უფრო მეტი არის და ასე რომ რო გითხრათ ახლა რომ სულ არ მქონდა იმედი, არა, იმიტომ რომ ძალიან მე გეტყვით ახლა ჩემახსნას კეთილსინდისიერი ფეხბურთელია იცით შრომელი ძალიან შრომელია ფიზიკურად არის ძალიან ძლიერი ძალიან ძლიერი არის ძალიან მეგობრული ნუ ზომიერად უამბიციო მხედველობაში არა აქვს თავის თავზე აწყობილი რომ თქვათ მანდამაინც მე ვარაც ვარ ასეთი არა აქვს ხო ის თამაშობს გუნდზე ნუ აი გამოჩნდება თქვენ თვითონ ნახავთ რომ მისი მთავარი ფუნქცია რასაც მე ვუყურებ და ხანდახან დავაც კი მაქვს ხოლმე ზოგიერთ იგივე ჩემ გულშემატკივართან რომ უნდა გავუგოთ ეს კაცი უყურებს ფეხბურთს როგორც ერთობლივ გუნდურ წარუმატებლად 24 წლის გახდება მგონი შემოდგომაზე თუ ზაფხულში 24 წლის შემოდგომაზე 2001-იანია ხო ფიზიკურად ძლიერი თავდასხმელი ძლიერი ეს მაღალია 1.93 სანტიმეტრია კალათბურთსაც კარგად ითამაშებდა კი ეპატიჟებოდნენ საბედნიეროდ არ და მე ფიქრობ რომ ალავესში სადაც ეგ თამაშობდა ესპანეთში ალავეს ის ფედერაციას კალათბურთის კონტრაქტი ჰქონდა საქართველოს ფედერაციასთან და კალათბურთში კი და ბავშვები მიყავდა აქედან იქ რამოდენიმე ბავშვი გაიზარდა საკალათბურთო სკოლაში იქაურში და ნუ ბუნებრივად ერთხელ მომიწია მე ჩასვლა და მაშინ შევხვდი კიდევაც ძალიან კარგი ბავშვები იყვნენ ახლა საკალათბურთო პერსპექტივა იქ დაინახეს რომ კარგად თამაშობს გიორგი არა ნუ მითხრეს რომ ეპატიჟებოდნენ რასაც რომ ეთამაშა კალათბურთი მაგრამ თამაშობს ისე უყვარს ხო ცოტა ყოველ შემთხვევაში პოტენცია თქვა ფიზიკური და ესეთი მონაცემი ჰქონდა ახლა ამასთან დაკავშირებით 1-2 წლის უკან დაიდო ხვიჩა კვარაცხელია როგორ ისრის
კალათბურთში 10-დან 9, მე ასე დავინახე იქ სამკულიანები მახვილი კუთხიდან. ძალიან მაგრად და ზუსტად ისრის კალათბურთი. კვარაცხელია საერთოდ ცალკე ფენომენია და ეს ცალკე სოფლიო დონის ფენომენი. ეს ხუჩა კალათცხელიამ პრაქტიკულად ქართულ ფეხბურთს კარები გაუხსნა ევროპაში განსაკუთრებით. დიდი პაუზის შემდეგ, ხო, დიდი პაუზის შემდეგ, ხო, რომ თავისი უდიდესი და თქვენ გახსოვთ, მე გამოგიგზავნეთ კიდევაც ეს სცენი ბავშვობიდან მეგობრობდნენ. კი, ერთი შემადგენლობა იყო თბილისის დინამოს აკადემია, კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი სურათი ვნახე, ხო, 10-12 წლის იყვნენ მგონი, ხო? ხო, ეს თაობა, ზურიკო დავითაშვილი კიდევ რამდენი დიახ, ხო, სურათი არის, რაღაცა 10-12 წლის არიან და 12 წლის არიან დინამო თბილისის დინამოს აკადემიაში. საერთოდ თბილისის დინამოს აკადემიამ ძალიან ბევრი ფეხბურთელი გაზარდა. მან ცოტა მე სადაოც მაქვს, მაგრამ ნუ ახლა თავარია ახლანდელ ნაკრების ნახევარი თითქმის არის თბილისის დინამოს აკადემიაში გაზრდილი ან თბილისის დინამოში ნათამაშე ფეხბურთელი. ახლა მე მესვისგან სხვა კუთხით დიდი გუნდის შედეგებზე და სხვა მიმართულებით შენიშნება, რომ აკადემიამ დიდი რო არა მარტო თბილისის დინამოს, სხვა გუნდებსაც ხავს აკადემიები და ეს კარგია, რომ წამყვან კლუბებს რომ ყავთ აკადემიები, რომელსაც ამზადებენ ბიჭებს კომპლექსურად მარტო ფეხბურთი ხომ არ არის, მთელი ფილოსოფია, რეჟიმი, დისციპლინა, ყველაფერი ძალიან კარგია. ახლა თქვენ ფიქრობთ, რომ აქვს პოტენციალი იმისათვის, რომ გამოიჩინოს, აქვს საშუალება ახლა გამოიჩინოს. აი როგორც იტყვიან, ბურთების მხარეზეა. დიდი მადლობა ბატონ მალხაზ. ჩვენ ეროვნულ ნაკრებს, საქართველოს საფეხბურთო ეროვნულ ნაკრებს მინდა უსურვო წარმატებები ამ ამხანაგურ მატჩებში 5 ივნის ფარელებთან თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონს დინამო არენაზე და 8 ივნის ქუთაისში რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე. და იმედი გვაქვს, რომ ახლა ხვიჩამ თამაში არ იქნება, კიდევ რამდენიმე კაცი არ იქნება, ეს გასაგებია, შეგიძლიათ დაგუგლოთ, გაიგოთ, ვინც არ იცის, რატომ არ იქნებიან, მაგრამ თავარი მატჩები გვაქვს სექტემბერში. სექტემბერში ეს იქნება მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი რაუნდის მატჩები. ახლა ფეხბურთის თემა თითქმის ჩვენ დავასრულეთ, ბატონ მალხაზ, დიდი მადლობა და მინდა გადავცე სიტყვა ჩვენ გადაცემის მეორე სტუმარს, ბატონ გიორგი ლეკაშვილს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ. საქართველოს კენდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ბატონი გიორგი ლეკაშვილი. ბოლო წლებში რამდენიმეჯერ იყავით გადაცემებში, ამ წელიწადშიც იყავით გონი 1-2-3 თვის წინ და გიწევთ ყოველთვის, როცა სადღაც მიემგზავრებით საერთაშორისო ტურნირზე ან საერთაშორისო ფორუმზე, რამდენიმე დღის წინ თუ უფრო მეტი არა, თქვენ იმყოფებოდით იაპონიაში, ტოკიოში, ძალიან სოლიდურ რამდენიმე კვირის წინ იმყოფებოდით იაპონიაში, ტოკიოში საერთაშორისო სემინარზე, თქვენ იყავით ერთადერთი, ვინც საქართველოსდან ესწრებოდა ღონისძიებას და მინდა გთხოვოთ თქვენ სად ბრძანდებოდით, რა ფორუმი იყო, რა შედეგები და რაში გამოვიყენებთ ამას და მე ჩაერთვებათ ცოტა ხანში ის ფოტო მასალა და ფოტო რომ გამოჩნდება იქ რამდენიმე გვარები თქვენ თვითონ უნდა მიუხვდეთ ვინ არის იმ ფოტოებზე. დიდი მადლობა. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მოწვევისთვის, ასე ვთქვათ, ჩემთვის ყოველთვის სასიამოვნოა ამ გადაცემაში მონაწილეობა, ეს ბატონ ჯამლეთ ხუხაშვილის სახელობის რეკორდსმენ კომენტატორის, ასე ვთქვათ, როგორც ვწანებთ ხოლმე ისე ძალიან მიყვარდა ბატონ ჯამლეთი და ყოველთვის სიამოვნებით ვიღებდი მის გადაცემაში მონაწილეობას. სამწუხაროდ თვითონ ცოცხალი აღარ არის, მაგრამ თქვენ მადლობა თქვენ რომ მის სახელობის გადაცემას გაგაწყვეტინეთ, რადგანაც ეს თქვით. უმეტესობა მისის, უმრავლესობა მისის ვინ იყო ჯამლეთ, მაგრამ ბატონი ჯამლეთ ხუხაშვილი განსაკუთრებული ასოებით შევიდა საქართველოს სპორტის და არა მარტო სპორტის ისტორიაში და როცა ის გახტავთ, ჩვენ ერთად ვიყავდა გადაცემები რამდენიმე წელი და როცა გახტავთ 2022-ში, მითხრა თენგო, შენ უნდა გააგრძელო და სიკვდილამდე ერთი თვით ადრე შეხვდი მას სახში, მე კი ყოველდღიურად თითქმის ტელეფონით
და მითხრა თენგოს მივეცი მას სიტყვა ბატონო ჯამლეთ სანამ მე შევძლებ ამ გადაცემებს გავაგზავნებ. მე უკვე ღმერთი გვაჩენოს და ცხოვრება გვაჩენოს. რა თქმა უნდა. მოკლედ ჩვენს ვიზიტთან შესახებ რომ ვისაუბროთ. ეს ჩემთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი იყო იაპონიაში, ვინაიდან ეს იყო ჩემი პირველი ვიზიტი თვითონ ამ მოვლენების ქვეყანაში, როგორც უწოდებენ და ახლა თქვენ მოგეხსენებათ იცით რომ ამ სპორტ კენდოს ხელოვნება ეს არის იგივე სამურაების ტრადიციული ელიტარული სპორტული ხელოვნება, სახეობა, რომელსაც იაპონელები აღმერთებენ. იაპონია არის სამშობლო, ამისი აკვანი ასე ვთქვათ და სამურაებს მოგეხსენებათ იცი რა როლიც ეკისრათ იმპერატორის კარზე და ეს დღემდე აი იმ სპორტულ სახეობაში გადატანილი. ძალიან საინტერესო ხებით ახლა ამ ფოტოზე ვინ არის? აი ეს არის ფოტო ძალიან მნიშვნელოვანი, ეს უკვე ბოლო დღე არის ჩვენი ვიზიტის, სადაც ტოკიო ბუდოკანში ქონდა ბოლო სემინარი ვარჯიში და აი ამ ფოტოზე ჩანს ბატონი ლევან გორგოძე, იგივე ტოშინო ჩინი, ჩემი ლეგენდარული სუმოისტი, გვეწვია ბატონ ელჩთან ერთად, ბატონ თეიმურაზ ლეჟავასთან ერთად და საქართველოს ელჩი იაპონიაში ბატონი თემურ ლეჟავა და ტოშინო ჩინი, ლევან გორგოძე იგივე, რომელიც დაგვესწრო ამ სემინარზე ვარჯიშზე. აქ ჩვენი ელჩი არის, ხო? დიახ, აი ბატონი თემურ ლეჟავას ხედავთ მარჯვნივ, ძალიან კარგი პიროვნება და მე როგორც გავიგე ერთი წამით, დიახ. როგორც ხელბურთელებმა და ხელბურთის ფედერაციიდან შემატყობენ ეს დიდი ხანია ვიცი, ჭაბუკობაში ბატონი თემურ ლეჟავა იყო ხელბურთელი, თბილისში თამაშობდა და თამაშობდა ერთი პერიოდი საქართველოს ჭაბუკთან ნაკრებში და მისი მწნელი იმ ნაკრების მწნელი იყო ბატონი ბექა ორჯონიკიძე, ჩვენი წარმატებული და სახელოვანი ხელბურთელი, რომელიც ახლა მუშაობს ფედერაციაში, მანამდე იყო ჭაბუკთან ნაკრების მწნელი, იყო ეროვნულ ნაკრებშიც იყო ერთი პერიოდი მწნელი, 90-იან წლებში ბექა ორჯონიკიძე იყო წარმატებული ხელბურთელი, მისი შვილია ეს თემურაზ ორჯონიკიძე, საქართველოს ეროვნული ნაკრების დღევანდელი და ესე იგი გავიმეორებ ჩვენი ელჩი იაპონიაში ჭაბუკობაში იყო ხელბურთელი და თამაშობდა საქართველოს ჭაბუკთან ნაკრებში, მაგრამ ვიცი რომ სპეციალისტი იაპონიის იცის იაპონური და დიდი ხანია იქ მუშაობს და საკმაოდ ძალიან უყვარს სპორტი უყვარს. დიახ, მიუხედავად მისი გადატვირთული გრაფიკისა, მაინც გამონახადრო და გვეწვია ტოკიო ბუდოკანში აერთებლივი სურათების გადავიღეთ, სხვათა შორის ძალიან პროფესიონალურად უჭირავს კატანა, ძალიან მალე უღუალღო კატანის დაჭერის ხელოვნებას და გამაოცა ესე უცბად აი სხვათა შორის იქ მერვედანი იყო ის თეთრ ხალათში რო იყო მერვედანი ტოკიო ბუდოკანის უფროსი ვინც არის ცნობილი სენსეი, კატო სენსეი, რომელსაც მე 2016 წელს შევხვდი ბუდაპეშტში და გამიხსენა და ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო ჩვენი შეხვედრა, არ იყო დაგეგმილი და იქ რომ დავინახე, თვითონაც დავინახა, მიცნო, გავახსენა ჩემი თავი და ძალიან აქტუალებული იყო, რომ მე იაპონიაში ვნახა და შემდგომ უკვე ტოჩინოშინიც ბატონი ლევან გორგოძეც რომ მოვიდა და ელჩი ძალიან გახარებული იყო და ძალიან ასე ვთქვათ, ვითხრას ისაუბრეს ბატონმა ლევანიმ და იმ კატო სენსეიმ და ეს ხონდა სხვადასხვა რაც თავარია თქვენ რომ იქ იმყოფებოდით იაპონიაში საქართველოს ელჩმაც მოგინახულათ სემინარზე და ჩვენმა ლეგენდარულმა სპორტსმენმა. რა თქმა უნდა, ერთ დიდი მადლობა მათ კიდევ ერთხელ ამ ვიზიტისთვის. კიდე განსაკუთრებულად მინდა ამ ტელეეთერიდან გადაუხადო მადლობა. ეს რა თქმა უნდა ცოტა დაუგეგმავი იყო, წინასწარ არ იცოდნენ და შემდგომში აგვპირდნენ უფრო სხვა დროს სხვა ღონისძიებაზე უფრო ფართოდ ჩაერთობა საერთოდ და რა თქმა უნდა როგორც საქართველოს წარმომადგენლებს უფრო მეტი მხარდაჭერა გვექნება მათგან და ეს ეს არის ვიდეო ფრაგმენტი. დიახ, ეს ჩემი ბრძოლა არის ცნობილ იაპონელ ბლოგერთან და კენდოისთან, იაპონიის ყოფილ ჩემპიონთან, კაჯიტანისთან. რომელთანაც ბრძოლა ძალიან ძნელია, როგორც წესი მის ბრძოლები მოწინააღმდეგესთან ამთავრებს 20 წამში, 30 წამში ან 40 წამში. თქვენ რამდენი გაუძელით მითხარი? 2 წუთი ნახევარი და აქტოვანებული იყო. რამდენი? 2 წუთი ნახევარი აქტოვანებული იყო და დაჟე ერთ პერიოდში მე მომანჭეს ქულა იპონი, მაგრამ მე გააუქმეს მსაჯება და არ ვიცი რატომ, მაგრამ თქვენ თვითონ მიხვდებით. არა, 2 წუთი ნახევარი. ეს იყო მოულოდნელი, იმიტომ რომ
იპონი და მენი ქვია ესეთ დარტყმა თავში დარტყმა პირდაპირ დარტყმა ეს ჩემი საფირმო დარტყმა რომ იცოდე ხო და ძალიან მაგა დამუშავებული მაქვს ძალიან უმაღლეს დონეზე და ეს გაატარა პრაქტიკულად 80% გაატარა ეს დარტყმა და აღთოვანებული იყო მე ბრძოლის მერე ხელის ჩამომართვა დავმეგობრდით და ასე ვთქვათ ძალიან ცნობილი ბლოგერია კენდოს კლუბი აქვს თავისი იაპონიაში ბლოგერია YouTube არხი აქვს და ასწავლის და ამ გადმოცემს კენდოს შესახებ და ძალიან მთელ სოფლიოში ცნობილი ბლოგერია ასე ვთქვათ და ეს ძალიან კარგი ახლა გააგზელეთ იმ სემინარზე თუ შეიძლება დიახ სემინარი ისე ტარდებოდა დაახლოებით 9 დღე ვიყავი იაპონიაში და 7-8 დღის განმავლობაში იყო ინტენსიური სემინარები ყოველდღიური ვარჯიშები ზოგჯერ დღეში ორჯერაც იყო დილესაც საღამოსაც და ძალიან დიდი ცოდნა და გამოცდილება მივიღეთ ამ სემინარიდან მე მივიღე პირადად რადგან თვითონ იაპონიაში ეს ერთია როცა შენ ვარჯიშობ შენს ქვეყანაში ან მიდიხარ სემინარზე ევროპაში და მეორე არის როცა თვითონ ჩადიხარ იმ ქვეყანაში სადაც კენდო დაიბადა სამურაების ხელოვნება და სადაც არიან უმაღლესი დონის ოსტატები სენსეები მასწავლებლები და რომელთან ერთადაც საათების განმავლობაში მათგან იღებ უშუალოდ ამ ცოდნას, ამ გამოცდილებას, ამ დარიგებას, რჩევებს და ეს ჩემთვის იყო ძალიან დიდი ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი, აი აქედან პირდაპირ ორიგინალიდან მივიღე ეს ცოდნა, რო იტყვიან, იმიტომ რომ ძალიან ცნობილ კლუბებში მოგვიხდა, მაგალითად ვიყავით Yoshima Sensei-ის, რომელიც არის ჩემი მასწავლებლის დიდი მასწავლებელი, რომელიც არის მე-7 დანი და ცნობილი კლუბი აქ იაპონიაში, Tokyo Budo Washinkai და მათ ძალიან ბევრი ცნობილი კენდოისტი ყავთ გამოცდილი. შემდეგ ვიყავით უცხოენათა ინსტიტუტში, იაპონიის უცხოენათა ინსტიტუტში, მიგვიწვიეს კენდოს კლუბია და იქ სტუდენტებთან ერთად გქონდა ერთობლივი ვარჯიში და სემინარი და ნუ საქართველოსთან რომ გაიგეს ძალიან გაუკვირდა და არც იცოდნენ საქართველოში არსებობდა კენდოს შესახებ არ იცოდნენ და გაიგეს და სხვადასხვა მომიწია რამოდენიმე სტუდენტთან ესეთი ტრადიცია რომ დადგებიან სტუმარიან სენსეები და რამოდენიმე მოსწავლეს იღებენ სპარინგში და მეც დაახლოებით 4 სტუდენტთან მომიწია ესეთი მიმეღო ისინი სათითაოდ ესე პირადად და ბრძოლაში და ძალიან მოეწონათ ასე ვთქვათ ჩვენი მომზადების და ჩვენი ენთუზიაზმი და ჩვენი სიყვარული ამ ხელოვნების მიმართ თუ ასე გვიყვარდა და შეთვისებული გქონდა ნამდვილად არ ეგონათ ეს და ვერ წარმოედგინათ და ძალიან ერთ სიტყვით ძალიან შრომატევადი იყო ეს თვითონ ეს შეხვედრა მოგეხსენებათ იამპოლეს თითოეული წამი გათვლილი აქვს და დრო თითქმის აი ჩვენც ესე გქონდა წამზე გქონდა გათვლილი რომ იქ გადაადგილებაც იაპონიაში მოგეხსენებათ თითქოს მეტროთი და მატარებლით ხდება და აი გამოწული გქონდა თითოეული წამი რომ სადმე არ დაგვეგვიანია მოგეხსენებათ იქ დაგვიანება არ უყვართ პირიქით ადრე უნდა მიბრძანდე საქართველოშიც არ უყვართ დაგვიანება ხო მისით კენეს მე მგონი საქართველოშიც არ უყვართ დაგვიანება არ უყვართ ხო არავინ არ იგივიანებს არსად არგია თუ ასეა მაგრამ ეს ობიექტური მიზეზებიც არის ხო საცობები ასეთი საცობები არის იაპონიაში საცობები რა ვიცი უარესი არის მაგრამ იქ ძირითადად საზოგადოებრივი ტრანსპორტია ძალიან აწყობილია საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ნუ ერთი მორგებულია თვითონ მოსახლეობაც აცი რომ ჩახვალთ ბატონ გიორგი უთხარით იაპონელებს რომ საქართველოშიც არ უყვართ დაგვიანება ეს უთხარით აუცილებლად თქვენს იმას შემდეგ უკვე ბოლოს კონდა კიდე სხვადასხვა კლუბებში ეს სემინარები ვარჯიშები და აი როგორც ბოლოში უკვე ვაჩვენეთ ტოკიო ბუდოკანში კონდა კიდე დასკვნითი ბოლო ვარჯიში და სადაც ბატონი ელჩი თეიმურ აზელეჟავა იმყოფებოდა ტოშინო ჩინთან ჩვენ ცნობილ სუმოისთან ერთად ლეგენდარულ სუმოისთან ერთად და ნუ რა ვიცი ძალიან დიდი შტაბ-შტილებები და ასე ვთქვათ დიდი ენერგია ეს ყოველწლიური სემინარი ასეთი ეს ყოველწლიური სემინარი არის კი ყოველ წელს სტარდება მარტში სტარდება ეს უკვე აი როგორც საკურას ყვავილობა რო არის იაპონიაში საკურას ფესტივალი იმართება მერე უკვე აპრილშიც არის და მაისში არის კიდე დასკვნითი ეს უკვე ოსაკაში იმართება ცნობილ ბუდოკანში სადაც უკვე ტარდება იაპონიის ჩემპიონატი და იქ უკვე იაპონიის ჩემპიონი გამოვლინდება, გამარჯვებული გამოვლინდება. იქ უკვე დასწრებაც ძალიან დიდი პატივია თუ იქ მიგიწვიეს და დაესწარეთ და მიიღეთ მაგ სამწუხაროდ მე არ მქონდა ამდენი დრო რომ იქ დავრჩენილიყავი კიდე მაისამდე, მაგრამ
ნახოთ მოვალ წინასწარ. მე ვიცი რომ თქვენ საქართველოში თქვენი მოწვევით იაპონიიდანაც ჩამოდიან სახელოვანი სპორტსმენები კენდოს. დიახ, აი სადაც ხა მე მიწვია ჩემი სენსეი, ჩემი მასწავლებელი, ეს ცნობილი კლუბია ტოკიო კლუბის ვაშინკაი, ბუტოკუ ვაშინკაი ქვია, World ანუ სოფლიო მნიშვნელობის კლუბია, სოფლიო World ბუტოკუ ვაშინკაი ქვია, ასე რომ უთარგმნოთ სოფლიო ბუტოკუ ვაშინკაი ეს ვაშინკაი მათი ის არის ერთ-ერთი სახელი. ხო და ამ კლუბიდან ყავდა ჩვენ ორჯერ მოწვეული დელეგაცია ერთხელ 15 კაცის შემადგენლობით, მეორეჯერ 17-18 კაცის შემადგენლობით. ესენი ყველანი იყვნენ დიდოსტატები თავის კენდოში, მე-7, მე-6, მე-8 და ესენი ორჯერ იმყოფებოდნენ საქართველოში და სხვადასხვა გამოთქვეს. ეხლა სურვილი, დიდი სურვილი აქვთ. სხვადასხვა მათ ეს ვიზიტი ნახევრად მათი დაფინანსებული იყო, იმიტომ რომ საცხოვრებელი მათმა მათი რომ ახლა ჩახვედით იაპონიაში. რა ჩავედით, ეს საცხოვრებელი თანადაფინანსება იყო, იმიტომ რომ ნუ ეხლა მოგეხსენება იქ ძალიან ძვირია საცხოვრებელი და პრაქტიკულად ჩვენ ცხოვრობდით ერთ-ერთი სენსეი, ცნობილი სენსეი აიდა სენსეი, მის დოჯოში და სახლი აქვს. სახლი იქ იაპონიაში მოგეხსენება სტუმრებისთვის სახლიც არის დოჯოა მესამე სართულზე და დაბლა ეს ისეთი მე ვფიქრობ თქვენ ასეთი ტემპებით ბატონო მახაზ იაპონურსაც შეისწავლის კარგად თქვენ კარგად იცით ინგლისური არაბულს სწავლობდით ბატონო მახაზ ვიცი უნივერსიტეტში რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კიდევ სხვა ენები იცით და გიორგის შეეხება აუცილებლად ამ ტემპებით იაპონურსაც შეისწავლის რომ 1-2 წლის შემდეგ საუბრო შეგიძლია. ბატონო, სხვადასხვა მე მაქვს ჩემი გეგმები ხა წინასწარ არ გავამხელი იაპონიასთან დაკავშირებით და იქ არის ბევრი კარგი, ასე ვთქვათ, განვითარების საშუალება თვითონ ამ საბრძოლო ხელოვნებას აქვთ ექცევიან ისე როგორც არსად ალბათ. იმიტომ რომ ეს აყავთ როგორც უნივერსიტეტების დონეზე აქ თაყვანილი აკადემიების დონეზე და ყველგან უნივერსიტეტში და აკადემიებში არის კენდოს კლუბი, თვით ბიზნესმენებშიც კი ბიზნეს რამოდენიმე დიდ კორპორაციაში არსებობს კენდოს კლუბი და ბიზნესმენები ვარჯიშობენ ყოველდღიურად თითქმის და ან კვირაში 4 ჯერ მინიმუმ და მე ბიზნესმენებს შორის იმართება ეს იაპონიის ჩემპიონატი გავკვირდი. ცალკე. არ ვიცოდი, ცალკე არსებობს ეს, ცალკე. და ეს ისეთი რაღაცა არის, რომ აქ მარტო აი უბრალოდ მედალი რომ მოიგო და პირველ ადგილზე გახვიდე იმას კი არ არის მნიშვნელოვანი. აქ არის მთელი ფორმაში არიან. მთელი პროცესი ფორმაში არიან და აი როცა ვარჯიშობა სენსეი მითხრა რომ მეო მაგალითად რო წავაგეო მაშინ უფრო ბედნიერი ვიყავიო და რატო თქო მე ვკითხე და იმიტომ რომ მე მაშინ უფრო ბევრი ვისწავლეო იმ წაგებითო ვიდრე როცა გამარჯვებული ვიყავი და ეფორიაში და იმიტომ რომ მე დავინახეო ჩემი სუსტი მხარე მანამდე ვერ ხედავდიო ჩემს სუსტ მხარეებსო და იმდენი რაღაც აღმოვაჩინეო სუსტი რომ მქონიაო კენდო რა არის კიდე ცით აი მარტო სპორტულ მომზადებაზე არ არის აქ არის ფსიქოლოგიური მომზადება სანამ ხმალი ხმალთან არის კენსელთან ამოწმებენ რამდენად შენ მოწინააღმდეგე გეშინია გრადი ხარ კონცენტრირებული ხარ 7 ხარ აი ეს ძალიან მთელი ფილოსოფია არის პროცესია მთელი რა და აი სანამ 2-3 წამში შეიძლება იმდენი რაღაცა გაიგოს ადამიანმა შენ შესახებ რომ გიხურებს ამიტომ მინდა მივმართო ტელემაყურებლებს და რადიოსმენებს ვინც მანამდე არ გაუგე კენდოზე დაგუგლეთ კენდო საქართველოს კენდო გიორგი ლეკაშვილთა შორის არ მარტო ფედერაციის პრეზიდენტი არამედ მოქმედი სპორტსმენია დიდი მადლობა ბატონ გიორგი რომ მობრძანდით ჩვენი გადაცემის დრო ნელ-ნელა იწურება კიდევ ერთხელ შეგახსენებ ძირფასო ტელემაყურებლებო და რადიომსმენელებო პირდაპირ ეთერში იყო კომენტატორ რეკორდსმენი საქართველოს დამსახურებული წნელის თბილისის საპატიო მოქალაქის ბატონ ჯამლეთ ხუხაშვილის სახელობის საავტორო სპორტული ტელეგადაცემა რომლის წამყვანი ვარ მე ჟურნალისტი თენგიზ ბაჭკორია დღევანდელი გადაცემის სტუმრები იყვნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ფეხბურთის სტაჟიანი გულშემატკივარი და ფეხბურთის ისტორიის კარგი მცოდნე ბატონი მალხაზ გაგაბაძე დიდი მადლობა ბატონო მალხაზ და საქართველოს კენდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ბატონი გიორგი ლეკაშვილი დიდი მადლობა ბატონ გიორგი რომ მობრძანდით ტელემაყურებლებს და რადიოსმენებს მინდა ვუსურვო ჯანმრთელობა წარმატებები აბა კარგად ზანდებოდით აბა ულა